მოკლედ, დღეს ზაკ მირიანაშვილის რუბრიკაში საუბრობთ ფილმზე ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი, მის შექმნის უცნობ დეტალებზე და რაც მთავარია, ჩვენი შესანიშნავი, უნიჭიერესი, უმშვენიერესი სტუმარი, მთავარი გმირი დალი რატიანი, რომელმაც ამდენი ხნის შემდეგ დუმილი ჩვენთან დაარღვია და ფილმის შექმნის უცნობ ამბებს მოგვიყვება და მას შევხვდებით სწორედ 60 წლის შემდეგ, 60 წელი გავიდა გუგული მგელაძის ფილმის გადაღებიდან და სანამ საუბარს დავიწყებ, თუ ვინმე დარჩა ისეთი, ვისაც არ ახსოვს რაიმე ამ ფილმიდან, ერთი ეპიზოდით შეგვიძლია ყველას გავახსენოთ გალბატონი სესილიასა და დალი რატიანის ეპიზოდი შეგვიძლია ვნახოთ ახლა ჩვენ და დავიწყებთ უკვე ფილმზე საუბარს. ბოდიში თქვენ მზადებით საშა კანდელაკი. დიახ, კოსმეტიკოსი საშიკო კანდელაკი. ჩახავი ფეხი. ჩემთან პირველად ხარ? დიახ. ძალიან კარგია რო დროზე იწყებ. დაჯექი მზალი. გალბატონო ვიცით? დაჯექი. რაღაცა კანი არ მომწონს. არაფერს ხმარო? არა, არაფერს. იცით თქვენ მგონი? ვიცი, ისეთ კანს გაგიხდი. ამ დღე მოგიტაცებენ ანღამით. გადაცებას მგონი თქვენ გიპირებენ, გალბატონო. აი ნახეთ. რა არის ეს? წაიკითხეთ. რა მაგარია, განსაკუთრებული ემოცია მოიტანა. ახლა შავ-თეთრი კადრიდან ფერად სამყაროში დილამშვიდობისა საქართველოში თქვენ ჩვენთან ხართ. საერთაშორისო ასეთი იყო სესილია ცხოვრებაშიც, იცით? აი საგრიბიოროში ძალიან ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს და ისეთი აქტიური ჩოჩქოლა ქალი იყო, რო იტყოდა გურამი ბარდაბიშვილი, რო გრიმიორი, სად არის შეიმძიმე რაღაც ერთი დიდი ჩანთა ჰქონდა და ჯერ ისე ეძებდა, მე ასე გადმოაბრუნებდნენ მთლიანად სიგარეტი, სანთებელა, პუდრი, ყველაფერი და აჰა, ეს არის და გაბიკეთე ახლა იტყოდა. გალბატონო დალი, იმ წლებში და ალბათ მერეც მე მგონი ყველა გოგო ოცნებობს ბავშვობაში რომ მოხდეს კინოში. იყო თქვენი ოცნებაც და როგორ აგისრულდეთ ეს ნატრა ამაზე რომ ჩემი ოცნება იყო კინო, განსაკუთრებით ომი და მშვიდობა ამერიკული ფილმი რომ გამოვიდა ოდრი ჰეპბერნი, პატარა ოდრის მეძახდნენ სულ და ვცხოვრობ ძალიან ახლოს კინოსტუდიასთან და რო ჩაუვლიდი სკოლაზე, იქვე მუსიკალური სკოლა დავამთავრე მე მეორე, იქვე 27 სკოლა იყო და რო ჩაუვლიდი, სულ ვიძახდი, ერთხელ მაინც შემიყვანა ამ სახლში და მანახა რა ხდება და როგორ ხდება, უკვე მონაწილეობაზე აღარ ვოცნებობდი და მეორე სახლი იყო კარგარეთელზე, ოლდენბურგის აშენებული, ახლა ხელოვნების მუზეუმია. იქაც რო ჩავივლიდით და აქ შემიყვანა და მე მუშაობდი კიდევაც მეთოდცენტრი იყო ესთეტიკის აღზრდის და იქაც ორივე ოცნება აი ლამაზი დაწესებულების სახლის და მუშაობის და ამისრულდა. აი როგორ იწყებოდა აი ამ ოცნებების ახდენის პროცესი? ოცნებების ახდენის პროცესი იწყება ძალიან იოლად თუ გაქვს ოცნება და თუ ოცნებობ და ჩემთვის მსახიობობა როგორც ასეთი ოცნება არ იყო, მაგრამ აი კინოში რო გადამიღონ, იცით აი ესე ეს ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა კინო, ძალიან ბევრი წიგნები მქონდა წაკითხული, ფრანგული, ამერიკული სცენარები, ფილმების, ნეორეალიზმის ფილმები მიყვარდა ბავშვობიდან, მზიური ველის სერენა და მიყვარდა, ვგიჟდებოდი გლენ მილერი, სონია ჰეინი და ყველა ესენი და ამიტომ მინდოდა ისეთ აი მივიღო მონაწილეობა ესეთ მაშინ და ამიხდა კიდევაც აი მერვე კლასს ვამთავრებდი მაისის თვე იყო და ბაზრიდან მოვდიოდი ბორჯომის ქუჩით, ახლა ლებანიძეს ქუჩა ქვია და რაღაც ხილი მწვანილი მომქონდა და შემოხვდა ძალიან არაჩვეულებრივი სასიამოვნო ქალი რიმა კარცანიძე, ის იყო მეორე რეჟისორი და ой, რა ლამაზი გოგო ხარ, კინოში არ გინდა გადაღება, მინდა. აი თუ გიდე და წავოდიო და პირდაპირ წამიფარ. ლამაზი ჩანთა მქონდა ისინი მიყვარდა ეს ესთეტური ისინი ხო და გატენილი კი არ იყო ისე. ფრანგულად მოკვდა. ნამდვილად ეს სტილი სულ მეჭირა და მიმიყვანა პირდაპირ, ამიყვანა კინოსტუდიაში რო შედიხარ, მარცხენა მხარე იყო, სადაც იყო კაბინეტები და პავილიონი დიდი იყო.
შუაში იყო დირექტორი და ადმინისტრაცია და ამიყვანა პირდაპირ არ ვიცნობდი არავის გივი რაჭველიშვილის ჯაფარიძე იჯდა სცენარის ავტორი და გუგული აი მოგიყვანა ნანი ახლა მე კი მინდოდა მეთქო რომ დალიმქვია მაგრამ გავჩერდი ვიფიქრე ეს რაღაცა უკვე მინიშნება აქ ხო და აბა როგორ ახარ ამდენი წლის ახარ სასწავლობ როგორ სწავლობ კარგად სწავლობ რა რითი ხარ დაკავებული რა ვიცი მუსიკალური სკოლა დამამთავრე ეს მე-9 კლასში გადავდი ვერ მე-4 მხატვრულ დამარჯიში პირველი სამაკ ხო და ბალეტზე ყველაფერს ნუ მოკლედ არაფერს არ მოვაკლდე რაც კი მსიამოვნებდა და ეს გასაუბრებაც ისე თამამად ხორციელდებოდა და ეს რაღაც იმეც საერთოდ ეს კომპლექსი არ მაწუხებს თუ ადამიანი შეხვდა და აი მარტო მოსალმება იყო კეთილი აუცილებლად სიკეთით უნდა უპასუხო სხვანაირად არ არსებობს ის ისე კარგად მახსოვს ეს წყალი რო იყო ჩვენ ყველა ძალიან მოგწოდა ეს ბოლო სცენა რო გაირეცხა ჩამოირეცხა ყველა ეს ადრეული ასაკიდანვე რაც ჩამოთვალეთ ახლა დასაწყისში ისეთი რამეებით იყავით გატაცებული და ინტერესებული და იმდენი რამ იცოდეთ ეს თავდაჯერებულობაც თავისთავად მოდის მეორე კლასელისთვის მაინც ის არის და თან მაშინ თავარი როლის მოპოვება ეს უდრიდა უნივერსიტეტში მოწყობა არაფერი კინოში გინდა გადაღება მინდა ჩემთვის სულ ერთი იყო ოღონდ კი იცით რა ეკრანსაც კი არ აი ეს თვითონ გარემო აი სიტუაცია იმიტომ რომ საკითხული მქონდა ბევრი როგორი იღებდნენ როგორი წერებოდა სცენარის ესე და იქვე დაგადასტურეს არა არ დამადასტურეს მაშინ ძალიან კარგიო და ისაო სინჯები უნდა გავაკეთოთო ფოტოსინჯები და ოპერატორმა ეკრანზე როგორ გამოჩნდებით და რა თან გადის კადრები თქვენი მონაწილეობით სერგო ორჯონიკი კადრეთ ხაბატოიდალი მაშინ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო სერგო ორჯონიკი და სიმტრო ზურიკელა უკვე ნათამაშები ქონდა. უსაყვარლესი 2 წლით არის ჩემზე უფროსი, ესე იგი მე მე-9-ში თუ გადავედი, იმან იმ წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა სამედიცინოზე. დევი აბაშიძე ჰყავდა მეორე რეჟისორი, რომელიც ოხონჯობდა მაგას ელაპარაკებოდა და ერთხელ იყო ასეთი ხუმრობა ვზივართ ავტობუსში გადაღებაზე მივდივართ და სერგო იცი რა აი მე ვსწავლობდი სამედიცინოზე და მეორე კურსიდან ბატონო დევი იცით რაც გეტყვით თქვენ გეტყობათ რომ სწავლობდით სამედიცინოზე მაგრამ ისიც გეტყობათ რომ პირველი კურსის მერე არ გისწავლეთ ძალიან საინტერესო ასევე სცენარის გაცნობის პროცესი და თავად სახელწოდება ფილმის სცენარი იცით რა ყველაფერი მოვამზადე და სცენარი მაჩუკეს ცალკე გამოცემა ეს ფოტოები რაღაცები ხო და მინდო მომეტან დამავიზღან ფაციფუჩი დილით. ხო და სცენარის გაცნობა იყო, მაშინ არ იყო ასე მე წიგნად ამაკ, მაშინ იყო ასე დაბეჭდილი და მაგრამ არ მომცეს სცენარი. აი ასე მითხრეს, არც დასახელება არ ვიცოდი ფილმის. არა. აი სრული unaware რო იყვნენ ინგლისელები, გაუგებური. თავარია რომ არ კინოსტუდიაში და აგერ რეჟისორი. აი ოცნების იმაში სამყაროში შევაბიჯე. ოცნება მიპოვა ქუჩაში. ხო. ქუჩაში მომავალი. ხო და იქ სიკვდილი გელეს თუ რა აბსოლუტურად არ მაინტერესებდა და მე უკვე რო დაიწყო სინჯები ფოტოზე კარგი გამოვიდა ერთი მეორე ოპერატორმა კადრები რაღაცა რეჟისორი მელაპარაკება და მეც დიალოგში შევდივარ მაგასთან და თქვენს რომ ძალიან კარგიაო და ისევ არ ვიცი ისე წავედი რაჭაში რომ ეს აი რეჟისორი ვიცოდი ეს ჯაფარიძე ვნახე ოპერატორი მაგრამ ან რა ერქვა ვიცოდი რომ არის გუგული მგელაძე. გუგული მგელაძე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, გერასიმოვის მოწაფე იყო, გიკი ხონდა დამთავრებული და გუგულის ეძახდა რაჭკაპურს. აი ესე დადიოდა ეს ხელსო და მართლა გავდა ესმებით იმითი და ეს შლაპას ასე დაიხურავდა და აი მოვიდა ჩვენი რაჭკაპური იტყოდა. თქვენ როგორი ადრეული პერიოდის გუგული მგელაძე გახსოვთ, იმიტომ რომ ეს იყო პირველი. რატო იცით ეს მისი იყო ბურთი და მოედანი ხვიჩასთან ეს იყო მისი სადიპლომო ნამუშევარი და ჩემი ფილმი იყო, ჩემი არა ბატონი გუგულის ფილმი იყო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული
და მე თებერვალში იყო ჩამოსული სერგეი გერასიმოვი. დიდი რეჟისორი და მაგ დროს ვიყავი გაციებული და ელაპარაკა და კითხა. ეს მთავარი გმირი ფილმი აჩვენა უკვე თითქმის მზად იყო. გადაღებები აღარ ჰქონდა უკვე მონტაჟი და ეს მიდიოდა და ეს რა კარგი გოგო ყავსო რა ნიჭიერე თეატრალურში სწავლობს ხო? არა მე-9 კლასში ეს რას ლაპარაკო მოიმე არაჩვეულებრივი გოგო. ხო არ აპირებსო ჩვენთან ჩაბარებასო? კი აპირებსო თქვა. ხო და მიეციო ჩემი კოორდინატები და დამეკავშირდნენ და მართლაც ასე არაფერი რო არ ვიცი, დედა დამყვებოდა სულ არასრულწოვანი ხელფასზე ისაწერდა ხელს, ხელფასი ისიღებდა. ამიტომ მე ასეთი უზრუნველყოფილი ვიყავი ყველაფერს. მე იქიდან ჩემნა წილფულს მომწე და ყველაზე დიდი ხელფასი მე მქონდა. 150 მანეთი იშვიათი იყო ასეთი ხელფასი და ყველას ჰქონდა 120 ან 100 და მე მქონდა 150. და როგორ გაგრძელდა შემდეგ ეს დატოვებული კოორდინატებს? დატოვებული დედა მაშინ მოსკოვში იყო ასპირანტურაში იცავდა დისერტაციას და რომ ისა გუგული არაფერი არ ვიცი მათ შორის რა ხდება. მივიდა გერასიმოვთან ხო და აი ეს დალირატი უი მახსოვს ეს გოგო არაჩვეულებრივი გოგო არისო და ეს უკვე არის მე-9 კლასს ვამთავრებ მე-10-ში გადავდივარ და როგორ სწავლობს რა ძალიან ნიჭიერის არის ეს ვალტერ ზაპაშნი არის უნიკალური პიროვნება უნიკალური აი ეს ლომების მოთვინიერების სცენა რო გაიხსენა ხო და ერთ წამში მორჩები გერასიმოვმა უთხრა რომ როგორ სწავლობს 1-2-4-იანი გამოყვება დანარჩენი 3-5 ქართული ძალიან ჟღერადი ლექსები ისწავლოსო დანარჩენი არაფერი არ მინდაო აი გაისათრო ამთავრებსო ჩვენი ტამარა მაკარას და ჩემი ის არისო კურსი არისო და ჩამოიყვანთ პირდაპირ ჩემთან და ყველაფერს ჩემთან აი სახში მომიყვანთო და ყველაფერს ჩათვალეთ რომ ჩვენი სტუდენტია სანამ არ ჩავაბარე გაისათო უცხო ენებში და სექტემბერში თუ ოქტომბერში მე მითხრა დედამ ეს ამბავი რა თქმა უნდა ვიყავი ძალიან დადრგუნული ანუ პასუხით მივიღეთ ამაზე რომ დედა მაგარიდად სამსახიობო კარიერა ამარიდა მიუხედავად იმისა რომ მე კიშინიოვში ვაძიმ ძირბინოვთან ვიყავი დაპატეჟებული ალექსანდრ გრინის მიხედვით პრალივბური ღებდა და იქ ლურჯ თვალება უნდოდა და ნუ რაღაცა და მე ძალიან ახალგაზრდა იქ ცოტა ის მე აი რომ მოვყევი პრინცესა ბუდურ გადამიღეს იქ მოსკოვში გორკის სტუდიაში იყო ესა და ეს ნეფერტიძის უფრო გავსვიდრე ბუდურს აღმოსავლური გარეგნობა არა აქვს და მე იქ 100-იანმა გადამიღო თავის ფილმში მშვიდობით ინესა არაჩვეულებრივი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო სადაც თამაშობდა გივი ბირიკაშვილი და ოტარ მეღვედე-თუხუცესი და ისეთი სიუჟეტია რომ ჩვენ მე და ერთი გოგო ვართ მოყვარულები ამბობთ არის და მშვიდობით ინესა რაინც თამაშობს და მაგის გულისთვის იკლავსავ და სპექტაკლის მერე აღმოჩნდეთ ერთად ავტობუსში და ამოვიდა ორი ისეთი ოხულიგნო ბიჭები და დაგვიწყეს ისე და ჩვენ გადავხედეთ ბატონ ოთარის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვიფიქრეთ ეს რაინდი ამოგვიდგა მომხარში შენც არ მომიგდე სადაც მიიმალა და გივი ბერიკაშვილი ამოგვიდგა მხარში და მეორე დღეს აჩვენებდა სპექტაკლზე ჩვენ ახარ ვზივარ ზიან სხვა გოგოები გალბატონო დალი ცხოველთა მეფე როგორ მოათვინიერეთ ცხოველთა მეფე ეს იყო მთელი ესე იგი სცენარი ცალკე სცენარი დაწერა გუგული მგელაძემ იმისთვის რომ სცენარის მიხედვით უნდა ყოფილიყო ილუზიონისტი ჩამოვიდა ვალტერ ზაპაშნი. ახლა ლომთან ერთად ასეთი ახლო დისტანცია. არა, აიღეს ყველაზე საშუალო კადრი, X3 არის, ერთი პირდაპირ ხახაში ვარ, ლომის ხახაში. ახლა ვხედავთ ზუსტად ამ სცენას. და აქვს ბამბა, რომელსაც ისეთი ხსნარი აქვს, ისე რომელიც უღიტინებს ხვის და ამიტომ აღებს ამ პირს. აი, ახლა იქნება როგორ იცინის ლომი ზუსტად. შეიძლება ანუ ეს არანაირი ის არ არის ხო რაღაცა ხრიკი არანაირი ხრიკი აი ვალტერ ზაპაშნი თავისი პისტოლეტით იარაღით შეიარაღებული ასისტენტი
გოგო ყავდა ახალგაზრდა, იმას ასე ჩემნაირი კაბა ასე კინძის თავები დაუმაგრეს, რომ რამე რო იყოს უცბად მე შემეშინდება, უკანგენ დავირყევ, ის გამოვა კადრში და ნუ ცოტა შავგრემანი გოგო იყო. აი რამ გაგაბედინეთ? მე ხშირად გამიგია რომ კინოში რო აი გიღებთ ახლა და გეტყვი და გუგული მეუბნება. შენ იცი ახლა მსახიობმა რაზე არ უნდა წავიდესო, აი მაგალითად თუ საჭირო იქნება თმა უნდა გადაიპარსოს, სარა ბერნარი როლში რო შესულიყა, ღამე კუბოში წვებოდა. ნუ უსმენ ახლა მაგან რომ მომიყვეთ 15 წლის ასაკიდან ძალიან ბერი მქონდა ნანახი და წაკითხული ახლა არ ვტრაბახობ, მაგრამ ასე იყო. ალბათ ატყობდა რომ ეს ჩემთვის ადვილია საქმელი იყო. კი ბატონო მე ვთქვი ვიცი და რაშია საქმე რასაც გინდა გადავიპარსავ თუ საჭიროა არა აი მაგალითად ლომთან მიხვალ რატო არ მივალ მე ვთქვი ლომზე და ვებხებზე საერთოდ მე ლომი ვარ გოროსკოპი ძალიან მიყვარს მე ვთქვი და არც მეშინ ერთ რას ლაპარაკობ აი ესე ჩამოსულია და კი ბატონო მივედით ნუ ბატონი ვალტერი გამეცნო ყველაფერი მომეფერა და მითხრა გუგულის უთხრა ერთი კვირა მაინც 10 დღე თუ არა ყოველ დღე მოვიდეს 2 საათი და ვებხვის და განსაკუთრებით ლომის გალიასთან აი ესე დადგეს და თავისებურად თუ არ ეშინია ელაპარაკოს და რაღაცა და მკითხა სიამოვნებით მე ისე ფიზოპარში რო დავდიოდი პირველ რიგში ლომების და ის გალიასთან დავდიოდი და ასე ერთი კვირა ვიარე მართლა მივყავდი კინოსტუდიიდან და აი ამ კაბაში გრიმში როგორც ვარ, აი ასე უნდა ხო. გეჩვეოდა შესაძლებლობა. თქვენთან საუბარს მართლა არაფერი არ ჯობია. ჩვენ გვაქვს დრო კიდე. მგონი ძალიან ცოტა დრო რა სამწუხაროა რა და რამდენი არაჩვევები მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა. გუგული მგელაძეს, გივი რაჭველიშვილს, რაჭველი იყო, მაგრამ რო იტყოდა სეტკა და ერთხელ იქომრეს და 5 სეტკა ჩაუგდეს და სულ დაბდელდა პავილიონი. არაჩვეულებრივი მხატვარი, სცენარისტი, ნუ მსახიობები, ესე იგი, ამაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები მგენია და მადლიერი ვარ იმისი, რომ აი ასე ამ ქალმა ასე კინოსტუდიის გზიდან მომიყვანა და ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი იმისთვის რომ ძანდებით იმისთვის რომ აი ესეთი შესანიშნავი პერსონაჟი აჩუქეთ ჩვენს ქვეყანას და არა მხოლოდ და როგორი ლამაზი და მშვენიერი ხართ როგორ უნდა შევიდეს ღირსეულად და ლამაზად ქალბატონი ნელ-ნელა უფრო სიღრმეებში თავისი ცხოვრების ძალიან დიდი მადლობა მივცემდი ქართულ რეჟისორებს წინადადებას რომ ქალბატონი დალი ეხლა ისეთ ფორმაშია რომ აუცილებლად ჩვენივრად ძალიან კარგ როლებს შექმნიდა და აი ახლა ნიჭიერებს არის მე მგონი კარგი ნიჭიერების შესახებ გეცით არ ვიტყვი ვარს ჩვენიერი თანხმობაც მიღებულია პირდაპირ ეთერში და ერთი მირჩევნია თქვენთან ურთიერთობა ვიდრე როლის თამაში ეს როლი ბევრად უკეთესია და ბუნებრივია ვიდრე ჩვენ ხშირად დაგპატიჟებთ მაშინ დიდი მადლობა სaks კიდევ ერთი მადლიერება ჩვენგან იმიტომ რომ თქვენ მეგობრებო გაიხარა ძალიან მასიამოვნეთ აი როგორც რენესანსი მოხდა ჩემს ცხოვრებაში 60 წლის მერე აღსდგა ეს დიდი მადლობა.